გამოფხიზლებით გამოფხიზდი ესე იგი საბოლოოდ და სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი. მირჩია ადრე გავიცანი ბერლინში ესე იგი ჩაილდები. იმ გვარის წარმომადგენელი არის ბარონი როტშილდი, მოკლედ ჰოლანდიელი. ეს გვარი არის მთელ მსოფლიოში გაბნეული, მაგათი არის ერთ-ერთი დამფუძნებლები არიან ამერიკის ფაერესის, სწორად ვინც დოლარს ბეჭდავენ. ანუ ვიცით არის დოლარი. მოკლედ და მე მაგან მირჩია კი არა და დამეხმარენ მოკლედ და ესენი კაცები არიან თან გეი ცოლქმარი არიან. მეორე ნახევარი ყავს ამბან ფემელი რო არის აი ეს $1 მილიარდიანი ხორცელი რო გადაიყადეს ინდოეთში. აი ეს ინდოელი არის მეორე ნახევარი ამ გეი ოჯახის. ბოლოს ძალიან დავმეგობრდი იბიცაზე მთელი კლუბები მაგათიან ყველგან წილი აქვს რაღაცა ეს მოკლედ მე ვიყავი დამოკიდებული ეხლა აღარ მწვენია მაგას ლაპარაკი იმიტომ რომ მოვახერხე მოშორება. ესე იგი ალკოჰოლის სულ მიყვარდა ვთქვათ ისე და ნარკოტიკების სულ მეძიძღებოდა ბავშვობიდან წარმოდგენა ნარკომანზე და ის ჩვენ ვინც ჩემი ასაკის ხალხი აი ესეთ ტრეშ კი არა და საზოგადოებაში ვიზრდებოდით რომ ნარკოტიკასთან დამოკიდებულება ძალიან უარყოფითი იყო. მე ყოველ შემთხვევაში ესე მქონდა და არასდროს საფერი გამისინჯია. ცოტა რაღაც პერიოდის წინ კოკაინი მოკლედ ისე აღმოჩნდა რომ მოკლედ რაღაცა ეხლა ბევრს ლაპარაკობ თქვათ მანიფესტაციაზე და აფირმაციაზე აი როგორ შეიძლება სამყაროს თხოვ რაღაცა რომ ეს შეგისრულდეს და მე ოღონდ ზუსტი სისტემა მაქვს მოფიქრებული კი არა და რაღაცა რაც სპირიტუალური და ეგეთი ეზოთერიკული ისინი შევისწავლე მოკლედ როგორც წარმოვიდგინე ისე მომიტანეს საჩუქრად ეგ რა კოკაინი ოღონდ თვლიდი რომ კოკაინი ნარკოტიკი არ არის ეს ელიტარული რაღაცა ამას ხოყროს ამას ნემცით არიკეთებ ანუ აქედან გამომდინარე ის რა ქვია მაგრამ შესაძლოა და ძალიან ბევრი ჭირდება ამასობაში მაგრამ თავიდან აი რომ მაგ სუბსტანციაზე იმიტომ ყვები ამდენს თან რომ მინდა რომ ხალხმა იცოდეს რამდენად უარყოფითი ხდება ეგ თვითონ იმ პირველი გასინჯვის მერე და რაღაცა რა ცნობილი მომღერალი ერთი გოგოა ეხლა ვუყურებდი როდესაც პირველად გასინჯეთ რა შეგრძნებები ქონდათო და I was on the top of the hills და I was so courage და powerful most beautiful ყველაზე ლამაზი ვიყავიო მთის ჭერვალზე ვიდექიო ყველაზე ძლიერიო ეს პირველი შეგრძნება მართლა ეგეთი აქვს მაგრამ დროთა განმავლობაში სულად აღარ არის ეგეთი და ხდები დამოკიდებული აი მუდმივი ფორი აქ გაქვს მუდმივი ფოთვა მუდმივი რაღაცა ცუდი ფიქრები რაღაცა რამდენიმე წლის წინ ბრაზები ბოღმები თუ კი რამე გაგაჩნია ამ ბავშვობიდან რამე გამოყოლული გაქვს საშინელება მოკლედ და აი ამ მუდმივ რაღაცა იმას ცხოვრობდი ბოლო ხანი და ასე აღმოჩნდი ამ სარეაბილიტაციო ცენტრში პირველად გავსინჯე 100 წლის წინ 20 წლის წინ ალბათ სწორად თურქეთში ატილა ერქვა ცოცხალი აღარ არის ისე შეიძლება ხო და იქ და არ მომეწონა რაღაცა ისე ამას დალება ჯობია თქო ისა რა ქვია და აი უკვე რაღაცა ხალხს ისე მოსდის რომ ამ რეაბილიტაციაში როგორც გავიგე ესე იგი ძირითადად იწყებენ ბავშვობაში ამთავრებენ მე რაღაცა წლების მერე და მე ჯამწერდებიან და მე კიდე ძალიან სიმბერეში მომივიდა გასინჯვის მერე ესე არ ხდება ალბათ დამოკიდებული ეგრევე არ ხდები მაგრამ ადამიანი რომელიც დამოკიდებული ხდება საერთოდ კარლ იუნგს აქვს ძალიან კარგად რომ დამოკიდებული ადამიანებიო რომლებიც ეს იმიტომ ხდება რომ მათ აქვს სულიერი შიმში სულიერი წყურვილი რაღაცის რომ შემეცნების შეიძლება მეტის გაგების საკუთარ თავზე და მოკლედ აი ეს სუბსტანციას დამოკიდებულება და მე იმისგან განთავისუფლება ძალიან რთულია ძალიან ძნელი საშუალებაა საქართველოში არც ეცადოთ მართლა მე რაღაცას ვუსმენდი რომ ერთი ნარკოლოგი გამოდიოდა რაღაცა ისაურა ქვია თბილისში იყიდება თუ რაღაცა ის თბილისში არ იყიდება ნამდვილი კოკაინი მსოფლიოში აღარ არსებობს ის რაც მაშინ 20 წლის წინ რო გავსინჯე ის კიდე რაღაცა იყო და თუნდაც ნიუ-იორკში ხო გავიცანი აი ეს პაბლო ესკობარი რო იყო იმის ახლობელი რაღაც მეუთხარი იმ კოკაინის ფოთლებს მინდა მოვეფერო მეთქი იმაში თქო რა ქვია ბოგოტაში თქო და ბოგოტა კი არა მედელინშიო იმიტომ რომ მედელინიდან იყვნენ ეს კლანი წარმოშობით და ნიუ-იორკშიო იმან მითხრა დაჟე 80-იან წლებშიო როცა პირველად შემოვიდა კოკაინი ამერიკაშიო მაშინაცო იქო ფოთლის ნასახი არ ყოფილაო იმიტომ რომ 14 მილიონიან ქალაქსო ნიუ-იორკსო მაშინ 14 მილიონიანსო ვერავინ ვერ მოამარაგებსო იმ მოთხოვნილებასო რაც იყო მაგ იმაზე და ის ქიმიურ რაღაც ფაბრიკებში მზადდება ისე რომ ის ყველაფერი კოკაინი არ არის რასაც საშიშია თან ამასთან ერთად და თბილისში არის შოვება ესე არ ვიცი აქ მანამდე მე სასმელს დამოკიდებულებას არ ვეძახოდი იმიტომ რომ სასმელი რაღაცა ჩვენ ისეთ რა წრეშიც გავიზარდეთ თუათ ნარკოტიკის სადმე უარყოფით დამოკიდებულება გვაქვს ქართველი მსმელი კაცი აუცილებლად რაღაცა ძალიან დადებით იწვევს და ის რომ ვემსვავდით თქვა და ლიტრიანი ყანწის დალება შემეძლო და კოკაინზე არ თვრები ისე რომ უზომო რაოდენობით შეგიძლია ამის გამო გამისკდა კიდე წუჭიეს ეგ რომ ძალიან ბევრ ალკოჰოლს რო ვსვავდი მე უკვე ალკოჰოლი ამიგზალეს და ამის გამო აღმოჩნდა რომ ესე თვითონ გასტროენტეროლოგმა მითხრა რომ ცხვირშიო ეგ მაგის მიღება უნაკლებად შეიძლებაო მაგრამ ალკოჰოლი აღარ ავსვადოსო იმიტომ რომ დამოკიდებულება ეს ისეთი სცენია რომელიც ერთმანეთს კი არ იბადება ანუ მთელი ცხოვრება მიყვება ადამიანს უკვე გადაწყვეტილი მქონდა მეცნო რომ მინდოდა დანებება და მაგრამ ამაში დახმარება მჭირდებოდა მე ადამიანი დამოკიდებული რო ხარ და ცუდად ხარ ხო რაღაცა გიტყდება ყველაზე ახლობელ ადამიანსაც უთხრა რომ იცი რა შველა მჭირდება არ უნდა შეგწყვეტ მაგის წინ უნდა შენ ახლობელს მაინც უთხრა რომ საშველი ხარ
ჩავედი თავიდან გადასხმები გამიკეთეს ორგანიზმის გაწმენდის მიზნით. ხუთ ფალიზე არის ერთ-ერთი რეაბილიტაციო ცენტრი, რაც ცნობილი კიდე ისრაელში არის, კიდევ ამერიკაში არის ბეტი ფორდის კლინიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში არის. იქ $100,000 ღირს კვირა. ვიდან როგორც ჩაპანურის ძვირიანი ჩაპანურის ზვანებში აბანავებენ და ისა და იქ მკურნალობდა ყველა თუ კი ჰოლივუდის ვარსკვლავები და ეს შემდეგ ძალიან მდიდარი ადამიანები. თვითონ ბეტი ფორდი იყო, ჰენრი ფორდი რო იყო ამერიკის პრეზიდენტი, იმის ცოლი და კოკაინით დამოკიდებული იყო და იმან გახსნა ეს კლინიკა. მაიბალი ვილა იმასთან შედარებით არ არის. ბალიც იაფიანის არ არის ამასობაში. რა ქვია, ეს არის ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ნუ ეს ბარონები დამეხმარენ, ბარონი და თავისი ბარონესა ხო და მე უკვე ფსიქოლოგიურ მუშაობას იწყებ იმასთან დაკავშირებით, რომ რაზე იყო ეს შენი დამოკიდებულება, რა საიდან იყო გამოწვეული, ანუ ბავშვობიდან დაწყებული, ნუ ალკოჰოლის ინტერესიც აღარ მქონდა, აღარ ცხოვრების ინტერესი არ მქონდა, არც სტორის არ წერდი, არც არაფერს აღარ ვაკეთებდი, ჩემი თავის მწვენო და მე სუმუდამ რომ ვაიმე როგორი და რა ის რამჭის და დამოკიდებული ვარ და რაღაცა და ამ ფიქრებში ვიყავი, ნუ რაღაც საშინელება დამემართა. რომ ნარკომანი ვარ და თუ ნარკომანი არა ვარ, მე ხომ მარტო კოკაინს ვწნოსავ და აი ამ პანდემიის და იმ რაღაცა დეპრესიული პერიოდის მერე გამოიწვია ეს მუდმივი დამოკიდებულება. ის ყოფილა ისედაც ვიცოდი, იცი რა, ბოლო ხანებში მარტო ვნატრობდი და ვუცულობდი იმაზე, რომ ღმერთო ფხიზელი მაყოფე და გამომხიზდე და აი ეს აღარ მინდოდეს და რაღაცა ეგეთი და დღესაც აქ რომ მოვდიოდი, იმას ვფიქრობდი, რომ როიცა ვაიმე ღმერთო თავი მტკიოდა რაღაცა ისე და ვაიმე რა მაქვს სადარდებელი მე ფხიზელი ვარ, აი ის რა ქვია, რასაც ვუცლებობდი ისე ვარ. აი ის რაც მეგონა რომ კოკაინი ნარკოტიკი არ არის და ეს რაღაცა ის არის ძალიან ელიტარული და გლამური და რაღაცა და მე ესეთი მაგარი მაქვს და იმიტომ მარტო ყნოსავ და არ ვიჭხირავ და ამიტომ მე ნარკომანი არ ვარ, სულაც არა. იგივეა მოსაწევიც აბსოლუტურად ტვინს ანგრევს თლიანად და ძალიან ცუდია მოსაწევის დამოკიდებულების გადაგდება ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე რთული. ამამდე მივსულიყავი რომ თქვათ ის 2 წელი თუ რაღაცა და დავკარგე ამ დამოკიდებულების გამო უფრო ახალი ძალით და ენერგიულადაც და გარეგნობითაც უკეთესად მომიხდა კიდე. წარმატებები და ვიცი რომ ესე იგი მაყურებელიც ამ რჩევასაც გაითვალისწინებს რომ ერთ-ერთ ფილმშია რომ ნენსი რეიგანი პაბლო ესკობარი ეუბნება თავის შვილს რომ არასოდეს არ გასინჯო კოკაინი, ესე ამბობს რომ ნენსი რეიგანი ჭკვიანი ქალია და დაუჯერეო და ნამდვილად never tried. უბრალოდ ბედნიერად და ფრიზლად.